დილამშვიდობის. ირაკლი, ნახე, შენი პერანგები გაარეცხე. ესენი გუშინ არ გარეცხე. ხო, მაგრამ კიდე გაარეცხე. რა ხდება, მარიკა? არაფერი. ისე ეკა, მანქანა იყიდა. ვა, ოჩახიკა, ვისთვის? თავისთვის. სამსახურში რომ მიაროს. თავისთვის? მოიცა რა, შენ სხვა არ გინდა მანქანის ყიდვა? არა. ჯერ სამსახური. მარიკა, რამდენჯერ შეიძლება? ერთი და იგივეზე კამათი და ჩხუბი. რა სამსახური, რა გინდა სამსახური? როგორ ათმინდა? ფულს შემოვიტან ოჯახში. კი, შემოიტან, მერე ჩემ ფულს დაამატებ, გაიტან და ფექსაცმელებს შემოიტან. კარგი რა, ირაკლი, ცოდოა რა. მოუმბეზრდა მთელი დღე სახლში ჯდომა. რატო? მაღაზიაში ხო ჩადიხარ ხოლმე? დღეში ერთხელ. მერე რატო იკლავ თავს მარიკა 10 კვერცხი ერთად როა მოგაკ? ჩადი, ერთი ამოიტანე. რამე საქმე გააკეთე, ჩადი, მეორე ამოიტანე. სერიალს უყურე, ჩადი, მესამე ამოიტანე და 10 კვერცხი და 10 ჩასვლა კი იქნება მთელი დღე. გუშინ ჩემი კურსელი შემხვდა. ბანკში მუშაობს და იცი რა მითხრა? რაო და ვაკანსიები ქონიათ თურმე. და მართველი ვინ არის? ვინ არის და აი შენ რომ ამას წინათ ოპერაცია გაუკეთე და გადაარჩინე, აი ის რო დაურეკო უარს არ გეტყვის. მოიცა ეხა. რა გინდა შენ? რომ მე იმ კაცს დაურეკო და იცი ამე რო შენ გადაგარჩინე, ეხა ჩემი ცოლი სამსახურში მიიღეთ, ხო? არა, რო გადაარჩინე, ხო უკვე იცის. მარტო ის უთხარი სამსახურში მიმიღოს. მარიკა, არ შემიძლია მე ეგეთი რაღაცეები, ხო იცი? ვერსად ვერ დაურეკავ. რატო ვერ დარეკავ ირაკლი? ირაკლი. მომისმინე ირაკლი. მომხედე აქეთ და მომისმინე, თორე გავბრაზდები იცოდე. ეხლა რო ავიღებ ჩემ ნივთებს და წავალ სახლი და მერე ნახავ. ის მაცივარიც მოიკიდე ზურგზე და წადი. აი რო წავალ, მერე საჭმელებს ვინ გაგიკეთებს, მაგასაც ნახავთ. ურა გებრიელ საჭმელებს შევჭამ. არ სხვენია ირაკლი. ცოლს როგორ ელაპარაკები? რაღაცა მინდა გთხოვ. არ მაქვს. არ სხვენია მარიკა. ხმარს როგორ ელაპარაკები? რაღაცა მინდა გთხოვ. რა გნებავთ? მე და ნანო დღეს მივდივართ კინოში და ხვალ რესტორანში. რესტორანში? აჰა. ფული საიდან? თუ კიდე ჩემი იმედი გაქვს. არა, ნახატი გავყიდე. შენი ნახატი გაყიდე? არა, რა ჩემი ნახატი, კედელზე რო იკიდე ის. აბრძანდი და ესპერანგები წაიღე, სადაც გინდა. ამჭირდება, მე ეგ პერანგები არაფერსაც არ წავიღებ. მაშინ მე ავიღებ თუ არ გჭირდება. ირაკლი, რა არის ახლა გიყურებ, თქვენ რაღაც პრობლემები გაქვთ, ხო? ეს პრობლემები ყოველთვის დგება ხოლმე ადრე თუ გვიან ცოლ-ქმარს შორის, მაგრამ რა არის, ყურადღება უნდა მიაქციოთ ერთმანეთს. იცი რას გეტყვი? მე მივდივარ ამ სახლიდან და არასდროს დავბრუნდები. თან სამსახურში მაგვიანდება. წავედი. ხო, მე მივდივარ ამ სახლიდან. მეც მივდივარ ამ სახლიდან. მოდი ძალიან კარგი.
ნახე რა ვიყიდე. ახალი გასაღები რა მაგარია. რა გასაღები სანდრო მანქანა ვიყიდე. მანქანა? გილოცავ რა მანქანა? პეჟო. ეგ რომელია? პეუგეოტი სანდრო. პეუგეოტი? ძალიან მაგარია. რომელ წლიანია? რა დონეა? სულ ახალია. ესე იგი, ტრიპტორონიკი, GPS ნავიგაცია, კრუიზ კონტროლი, ვერცხლისფერი. აი ვერცხლისფერი ძალიან მაგარია. ხო, მაგრამ იცი რა არის? ცოტა პატარა სარკეები აქვს. მაკიაჟიც ის არის ძალიან მოუხერხებელი, მაგრამ არ აღშოს. მეც მინდა მანქანა, მაგრამ მართვის მოწმობა ვერავიღე. თეორიაში ჩაიჭრებოდი. არა. აბა პრაქტიკაში? ფსიქო არ მომწეს. ისე საგზაო ნიშნები იცი? იცი, ზოგიერთი. მაინც? მაგალითად შუქნიშანი, წითელზე ჩერდები, მწვანეზე მიდიხარ. და ქალაქში ტარება გიჭირს? არა, მაგრამ ამ პატრულმა მოკლედ სულ მაჩერებს რა სანდრო. მაგრამ ისე მაგარი კომფორტულია. მანქანა კომფორტულია. არა, სანდრო, ჯარიმის გადახდა ყველა ბანკში რა შეიძლება. თანაც დღეს 12-ის ნახევარზე მაგარი შეხვედრა მაქვს. ახალ ინვესტორს ხვდები ვინმე ჯაფარიძეს. ღამე რა შეხვედრა გაქვს? კარგი რა სანდრო, რა ღამე დღის 12-ის ნახევარზე. ეგა პირველია. რა? ვაიმე სანდრო, სანდრო გავიქეცი. მე რო ლონდონში ვსწავლობდი. დღეს დილით დავხატე ბატონი. არ მომიწონა. დავხიე. და ალბათ იმიტომ გაწვენა. არიცი, მე მიყვარს ძალიან ზოოპარკი წვიმაში. ხალხი არის ცოტა და ცხოველები კიდე ზუსტად ისეთი რაოდენობით, როგორიც მზიან ამინჩი. აუ, წამორაჯერ მაიმუნები ვნახოთ. დეჟავუ მაქვს. ჩემო ყოფილმა ცოლმაც პირველად მაიმუნების ნახვა მომთხოვა. მაშინ წამოდი დათვი ვნახოთ. აი, ისევ დაემთხვა. მეორედაც დათვის ნახვა მომთხოვა. მაშინ წამა ბამბის ნაყინი შევჭამოთ. ბარემ წავიდეთ სასამართლოში და გავეყაროთ ერთმანეთს. ეშმაკის ბორბალზე ხوار დავშли. დათო, ეშმაკის ბორბალი რატო ქვია? რატო იცი? აი, შეხედე ბორბლის ფორმა აქვს. და კიდე დავშли. მინდა. აი. დაიძრა. ამოვედით კიდეც. ხوار გეშინია? არა, თუ რამეა? შეგიძლია დაიყვირო? აჩერე! მარტო დაიყვირებ? აჩერე! გაშინია დათო. აჩერე! არის. რა გამოკეთე? აი, თვალებს დახვიჭა. დათო, ეხლა რა უცებ დენი გაითიშოს რა ვქნათ? არ გაითიშება. ვაი მე არა დათო პირიქით ძლიერი ძაბვა რომ მოვარდეს და ჩქარა რომ დაატრიალოს. არ დატრიალდება. დათო, რომ მოწყდეს და ჩავარდეთ. არ მოწყდება მჭირავს. დათო იცი რა მაღლავართ. აუ დათო ნახე რა ლამაზია. ძალიან ამაზია. დათო ნახე სტადიონი გამოჩნდა. დათო ერკვევი ფეხბურთში? კი, როგორ არა ის ბარსელონა ეთამაშება ხოლმე ხან ერთს, ხან მეორეს. დონიკოსებია. არა და არის ხალხი ვისაც სახლია. არიან. არ ჩავდივართ.
კაი, ჩავალთ მალე. აჩერე. მიყვარს ექსტრემი. წამო, გინდა კიდე ვიპოვოთ ეგეთ. კაი. შენი პოვე მე მანამდე ბამბის ნაყინსულები, კაი? რა მაგარი იყო არა დათო. შენ კიდე ეცახდი ბალეტზე წავიდე და წამო. წამო. აუ რა კაი იყო. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია რა. ვაიმე მარიკა ძალიან დიდი ბოდიში გეფიცები დღეს ვაპირებდი იმ გასახსლის და იმ საწურის შემოტანას. არა, რა გასახსნელი და რა საწური. თავი მისკდება, რამე არ გაქვთ რო დავლიო. მე კი. აი ეს თავის ტკივილისა. ხო, რა, თავის ტკივილისა კარგია? კი, შენ არ გათხოვე? ხო. წყალს მოვიდა. ხო. ეს რა არის, რა წიგნია? ეს არის ქართულ-ჩინური სასაუბრო. ისე დიდი ხანია ის შენი მეგობარი ჩინელი არ გამოჩენილა. იცი რა ხა წასულია და ალბათ ერთ კვირაში ჩამოვა. ბიძაშვილის ქორწილშია წასული. ესე საინტერესოა ჩინეთში როგორ იხდიან ქორწილს. არა, რა ჩინეთში, მარიკა, ხარაგაულელ ბიჭ გაყვა. აი მარიკა წყარი და მერე მიერთვი. მარიკა, რა მოხდა? ირაკლი მომიშალა ნერვები. ვაიმე. ვიჩხუბეთ. ხო. არა, არ უნდა გავთხოვილიყავი რა. იცი რა არის? აი ნერვების მოშლა არ მინდა, თორემ თხოვნელების რიგი მინდა. მე მგონი აღარ უყვარ ვარ. ვაიმე, რას ლაპარაკობ, მარიკა, როგორ არ უყვარ ხარ? ყველაფერს გიკეთებს, ჩექმები გიყიდა, სარეცხი მანქანა გიყიდა, უთო, რასაც შენეთქვი ყველაფერს აკეთებს, შენს გაკეთებულ საჭმელსაც ჭამს. აი დღეს ვთხოვე ჩემს სამსახურზე დარეკე მეთქი და კინაღამ გაგიჟდა. მარიკა, ისე ამბობენ რომ კაცს სითბოთი და მოფერებით ყველაფერს გააკეთებინებო. რაც არის წინ ვლაპარაკობ. როგორ არ ვიცი? ფერნანდას ეგრე აკეთებინებს როდრიგოს. მომბეზრდა სულ სახლში ჯდომა. აი ეკა მაგალითად, მშვენიერი სამსახური აქვს, მთელი დღე ზის თავის კაბინეტში და ხელს საწერს რაღაც ქაღალდებს. მარიკა, შენ იცი რომ ქაღალდი ჩინელების მოგონილია? მარა. ალბათ მე მირეკავდნენ. ისე მარიკა, მე ძალიან მესმის შენი რა გინდა რომ აკეთო? თან გიტარის დაკვრაც არიცი, ხო? არა. მარიკა, ჩემთან რო დაიწყო მუშაობა კვლევით ინსტიტუტში? რა უნდა გავაკეთო? რასაც მე ვაკეთებ. შენ რას აკეთებ? არაფერს. რამდენია? 78. ბევრია? მაცადე რა. აბა? როგორ არის საქმე? ბატონო ზურა. ირაკლი, როგორ გასცემთ? მომზადეთ ერთ წუთი. რა იყო იმ დღეს რომ დაგხოცე ყველა რა იცი ხოლმე ეს რა ჯანდაბა იყო? აბა ბიჭო, დღესაც არ ვარ გამოსული. ეს თუ გამოვა? ეს გამოსულია რა. რაო რა გჭირს ხელზეო? არაფერი. სხივი ზლის ხაზოვანი მოტეხილობა. თავის ტვინში გვეგონა ჩაქცევა იყო კომპიუტერული ტომოგრაფიის გავაკეთეთ. მაგრამ არაფერი. გუნკერჩი გვეგონა მარჯვენა მხრივ პნევმოთორაქსი, იქაც არაფერი.
მაგრამ შენ თუ ძალიან ნერვიულობ, მოდი ლუმბალური პუნქცია გავაკეთე. არა კაცო, რას ნერვიულობ, როგორ გეკადრება? თუ მენინგიალური სიმპტომატიკა არ აქვს, ამას კისრის კუნთების რიგიდობა არ აქვს, კერნინგი არ არის, დადებითი კერერები, რომ გექის პოზაში თუ არის მდგრადი, რაც უნდა ლუმბალური პუნქცია. რა თქმა უნდა, ერთი წუთით აქ თარჯიმანი არ ყავს. რაცა ძმა. მინდა ერთ წუთი ეკასე ლაპარაკი რა. ბატონო ზურაბ, ჩამობძანდით ჩემთან და ხვალინდელი დანიშნულება იქ მოვითათბიროთ. ვაშლი არ გინდა მოგიტანო მაღაზიიდან. არა, მაწონი? არა სანდრო, ნუ წუხდები. კი არ წუხდები, გამყიდველი მომეწონა და. სანდრო, კანი ძალიან დამიზიანდა. არა, მე ესეთი უფრო მომწონხარ. მართლა. ხო იცი, ჩემი საყვარელი ფერი ლურჯია. არა და რა მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა? აბა. იმ ჯაფარიძემ ხელი რო არ მოაწეროს ახალ კონტრაქტს, კომპანია ვალებში შეფლობა. სანდრო, ჩემი მანქანა გადაიყვანეს. კი? პროფილაქტიკაში ხო? არა, ჯართის მიმღებულში. სანდრო. აბა, როგორ არის საქმე? როგორ არის ჩვენი შუმახერი? კირაირაკრირა. შუმახერი რა არის? ერთი ბებერი კაცია, სანდრო. ბებერი კაცი. ეკა, აბა პულსი ვნახოთ. კარგია. ჟურნალ გაზეთები ხო არა მოვატანინო? არა, ირაკლი. ტელევიზორი ხო არ შემოვატანინო? არა, მაგით. კარგი. მაშინ აი ესენი დაათვალიერე, ძალიან საინტერესო შემთხვევებია. მაგას გაერთობი. და მეც ცოტა ხანში ამოვა. აი, დაათვალიერე. დაათვალიერე. კიდე წელში. ისე რა კარგი ყოფილა ბილეთით შემოსვლა. არავინ არ მოდის და გეუბნება უკაცრავად იცით ეს ჩემი ადგილია აბრძანდით აქედან. თქვენ? აი, არაფერი, ნახე რა მაგარი სახლია. ეს შერიფის სახლია ეს? არა, ეგ მე მგონი მაგის ბიძაშვილის სახლია და ეს დროებით გადავიდა და მაგათთან ცხოვრობს. დათანახე. შენ რო ესე გამოგეკიდო ბანდიტები მანქანის ასართმევად რას იზამ? რომელი მანქანის? ხო თქვია და მანქანა მყავდაო. ბევრს ვიცინებ. რატო? ეხო ქურდები რომ გამომეკიდო 0 ტრის წასართმევად ხა. დათანახე აკოცებს ხა? არა, ეთყობა ჯერ აფეთქებს და მერე აკოცებს. ალო. რა? კაი. აი მე და თუ ეკა ვიღაცას დაეჯახა მანქანით. მოაიკა მანქანა იყიდა? და საავადმყოფოშია და სასწრაფოდ უნდა წავიდეთ. უკაცრავად. გამარჯობათ. თუ შეიძლება თქვენ ტელეფონის ნომერს ჩავიწერა. იცით რა არის? ძალიან მეჩქარება უნდა წავიდეთ და ძალიან აი იმ კაცს მოკლავენ თუ არა, მაინტერესებს და დაგირეკავთ და მომიყევით. დიახ. მარიკა, კითხავი მოგიყვანეთ? რა მკითხავი? შემოდი მადონა.
ყველაფერს ეს მოგიგვარებს. რა იყო, რა არის და რა იქნება, ყველაფერს გეტყვის. ყავას მე მოვადუხებ. მიკითხავი არ მის. მარიკა, მოდი არ. მადონა, ოქრო. და მარიკა, ჩვენი მარიკა. ხო, ესე იგი მარიკა ძალიან მაგარია. 3 კვირით ადრე მითხრა, რომ როდრიგო და ხუანი ბიძაშვილები ყოფილან და მე ნიძლავები მოვიგე, ვერ გეტყვი. შებარდნაძის გადადგომაც აი ამ მადონა მიცნია სამეთქვა. სად იყო მაშინ ეს რუბა მკითხავი? საქმეს მივხედოთ, იცით მე მეჩქარება. ერთი წუთით, მადონა, ერთი წუთით. მარიკა. მიდი, აი ესე. ნოლიო, დალien. თან ჩაიფიქრე. სურვილი რაც ძალიან გინდა რომ აგიხდეს. ხო, ეხლა შენსკენ გადააბრუნე. შენკენ? მე ჩემსკენ და ეს დადეთებში. აჰა, აი ესე. ჩაიფიქრე კარგად. ხო, ხელი მომიცხელი. აჰა, აი ესე. ეხლა ჩაიფიქრე რაც ყველაზე ძალიან გინდა და სამჯერ დაახამხამე თვალები. ეს და ოჯახში კატახომ არ ყავს. არც ყოლიათ. არა, ხო ძალიან კარგი. ესე იგი, ახალგაზრდა ბიჭს ყოფილ. დათო, ხო თითქოს ჩაკრული ყავს და მანარო. აი, ჩაკრული ყავს და პატრონი. აი მარიკა, აი დათო, ხედა? ხო, ეს ჩაკრული ყავს და პატრონი. 1-2 წელი ესეო პატრონები და მე ნელა აწყობს ცხოვრებას და ხოჩი, შენც კარგი ნიჭი ქონია. შემეშინდა. ესე იგი, კიდე 2 გოგოს ვხედავ, დები არიან. ხო. აბა მაჩვენედები. აი, შეხედე 2 გოგო. ერთადგანან. ვერ ხედავ. ხო, სამი ძალიან უყვარხართ. სულ თქვენს გვერდზე არიან და თქვენი კარგად ყოფნავარიან. ეს რა ჯენი გოგოა. ხო, ესე იგი, მე ერთ-ერთი დიდი ჩინური იეროგლიფი ადევს თავზე. აი შეხედე. ჩინური იეროგლიფს ვხედავ კი. მეორეს არაფერი ადგას. არა, მეორეს ვერ ვხედავ. მე არ შეგჭამეს ამ ჩინელებმა. ესე იგი, ეხლა ჩაიფიქრე და გულში ცერათითი ამოვსვი. გული გახსენი. სამჯერ არ დაგავიწყდეს თვალების ახმხამება. ხო. ვაიმე რამ ხელა ის ვხედავ გულში. ისე ვინ არის თეთრხალათიანი? ირაკლი ჩემი ხმარი. ხო, ესეც ვიცოდი, იმიტომ რომ ეს შემოკრული ყავს და რაღაცისგან გიცავს. რისგან? ხო, არ ვიცი, არ ჩანს, მაგრამ მე მგონი სადღაც გინდა წასვლა, სადაც საფრთხე გელოდება და აი ამისგან გიცავს. მივხვდი. ხო, ესე იგი ეხლა მივხვდი, რატომ არ მიშვებს სამუშაოდ. წელი ჩანს. ხომ არ იჭხუბეთ? მარიკა, რას გეუბნებოდი? აი, რა ზუსტად გითხრა, ხო იჭხუბეთ? ვიჭხუბეთ. ხო, დილით ვიჭხუბეთ. ძალიან ნაწყენია, მაგრამ ძალიან უყვარხარ. აი შეხედე, ორივეს დიდი ვარსკვლავი გადევთ თავზე. რას ნიშნავს? გამარჯვებას, უნდა შეურიგდე. მაგრამ პირველი ნაბიჯი შენ უნდა გადადგა. რა უნდა ვქნა? მე რა უნდა ვქნა? მაგას მე გასწავლი, ცეცხლზე დაადგით წყალი. ჩაგდოს მგლისენა. ყვავის ქონი. არა, ჩვეულებრივი საქონლის ხორცი, მწვანილი მარილი და ცხელი კერძი მოუმზადე. არა, მაინც როგორ მოგივიდა? იმის ბრალი იყო თუ შენი? იმის ბრალი იყო, აბა ჩემი ბრალი ხომ არ იქნებოდა. რა ვიცი, პატრულმა თქვა ის. სანდრო, პატრული მოვიდა მერე. მე კიდე თავიდანვე იქ ვიყავი. ძალიან დიახ, როგორ ხარ? იცით, ცოტა თობრუმე ხოვა და იქნებ ირაკლი ექიმს დაუძახოთ. კი, ახლავე დავუძახ. უკაცრავად. მეც გამოყვებით. და გაყოლა რა თქმა. იქნება არ იცით ირაკლი რომელია? ჩვენ 5 წელია ერთად ვმუშაობ. იცი რა არის? ზოგჯერ საუკუნე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი გაიცნო. ზოგჯერ ერთი წუთით საკმარისია, მე სანდრო მქვია. ეკა, რა მოხდა? სანდრო, რა? მოდი და მოუყევი, მე არაფრის თავი აღარ მაქვს. მიდიოდა საქმეზე ვინმე ჯაფარიძეს უნდა შეხვედრო და ამ დროს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. ის დამეჯახა. ის დაეჯახა. ხელი აქვს მსუბუქად დაზიანებული. ძიმედ. ირაკლი აქ არის? ირაკლი ახლავე შემოვა. სანდრო!
როგორ გამოიცადე? ირაკლი, მე ვიფიქრე და მოვიფიქრე. უხერხულია იმ კაცთან ჩემი სამსახურის თაობაზე დარეკვა. არ უნდა დარეკვა. არა ეხლა. ის თუ თვითონ დაგირეკავს და გეტყვის, მე ის ვარ თქვენ რომ გადამარჩინეთო, ვაკანსიები მაქვსო სამსახურში და თქვენ ცოლ სხვა არ უნდაო მაშინ ხო? სანდრო, აუ. რა არის ახალი, რა ხდება? აუ, ეკარო ავარიაში მოყვა იცი? შენც მაგარი ტიპი ხარ რა. ირაკლი, ვიცი რომ გაგაბრაზე ნერვები მოგიშალე დილით, მაგრამ ხომ უნდა დამელაპარაკო არა? ირაკლი, გაეცი ხმა. შენჯუ. შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება. უნდა იწვი ასე წყნარად. შენი ბრალია ყველაფერი. მომინდომა აქვს შუმახერობა. ხალი უნდა იჯდეს სახში. გარეცხოს, დაალაგოს, სადილი გააკეთოს, მოხარშოს, შეწვას და არა დაწვას. ირაკლი, მე ხომ შეგირიგდი არა მაშინ რო გამაბრაზე. აი გახსოვს, არაჟანი რო წაისვი თავზე, მე აქეთ-იქით დარბოდი, მე გამეცინა და შეგირიგდი ირაკლი. და სანდრო? ხა? რა მითხარი? მე? შენ ხა აფრი არ გითხოვს ჩემთვის? ვა! რა უცნაური ამ ბოლო დროს ხმები მესმის ხოლმე. ეგა, აბოლოდაში ხმები ხო გესმის ხოლმე? ირაკლი. ირაკლიო, თქვენს გაიგონეთ? ვიღაცა მეძახის, ნათია მე მგონი. გვერდზე პალატაში უნდა შევიდე. მოვალ ეხლავე. სანდრო. და შენ რო დაელაპარაკო ჩემს მაგივრად. შენს მაგივრად როგორ უნდა დაველაპარაკო? აი მე გეტყვი რისი თქმაც მინდა და მე შენ ეტყვი ირაკლის. ვაიმე, რა მოხდა, რა მოგივიდა. არაფერი ისეთი. არაფერია, ხوار დაბრუნდეთ კინოში. ეკაიცი მაშინვე ტერილი დავიწყა რო გავიგე შენზე საავადმყოფო შევიცი. არა მანამდე შერიფის სახლს ესროლესიც და მაღაზია ვტიროდი, მაგრამ მე შენზე რო გავიგე იმდენი ვიტირე, კაი, იცით რამდენი ვიტირე. მოგიყვები რა როგორ მოხდა რა. სანდრო. ყველას მაგივრად მე რატო ლაპარაკო? მიდიოდა საქმეზე, უნდა შეხვედო და ვინმე ჯაფარიძეს. ამ დროს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. ის დაეჯახა. დათო, აქაც მოხვედი? ნუ ნერვიულობ. ანუ, ყველაფერი რიგზე იქნება, ხო ხედავ როგორ იცინის. ირაკლი, ბატონო. რაღაც მინდა გითხრა რა. კი ბატონო. იცი? ის $500 დაბალქუსლიანები აღარ მინდა გადავიფიქრე. რა? და კიდევ აღარ გაგაბრაზებ და გემრიელ საჭმელებს გაგიკეთე. მოფრინდი ჩემთან, ჩემო ბეღურა. მართლა აღარასოდეს გაგაბრაზებ ირაკლი. არც მე აღარ გაგაბრაზებ მარიკა. რა ხდება? მე აღარ მინდა ჩემ სამსახურზე რო დარეკო. მე დაურეკე უკვე. მართლა? არა, მაგრამ რაღაც თბილი ხო უნდა მეთქვა. ვაიმე, რა მოგივიდა, რა მოგივიდა. აჯექით და მოგიყვება. ესე იგი, ამან უთხრა აღარ მინდა სამსახურიო. მე ამან უთხრა, ასო მე დაურეკეო უკეო, მე აღმოჩნდა რომ თურმე არ დაურეკია და ეხლა უყუროთ გავიგებთ რა მოხდა. ვიცი რა გემრიელი საჭმელი გაგიკეთე. ვიცი როგორ არ ვიცი. გული მეტკინა რომ გაგაბრაზე. მეც მეტკინა. მე კიდე ფეხი მეტკინა და იქნება ადგეთ.
გავავიდა. შემოდი ირაკლი, შემოდი. მოდი დაჯექი. კარგად შეგეგო ხარ დაჯექი. მოკლედ. ნამდვილი ჯადოქარი ყოფილხარ რა. ისე შევრიგდით, რომ მე მგონი მინიმუმ 1 წელი სამსახურზე ლაპარაკიც არ იქნება. ეს ისეთი გოგოა. აბა, არაჩვეულებრივი გოგო. რას ლაპარაკობ? ასე? აი ეს სულ თქვენ. ის თუ უთხარი. მესამე ადამიანი რო ცხოვრობს თქვენთან სახლში, თუ დროზე არ წავიდა, ბედნიერი ვერ იქნებიო. მიცით ეგ დამავიწყდა არ მithქვამს. მადონა. და გავიწყდა. აი ეს თქვენ. ჩვენ ირაკლი. თქვენ? აი ეს. გამარჯობათ ქალბატონო. ზურათიმო. მიხარია, ძალიან მიხარია. დღესვე გაგიშვებთ სახლში. მართლა. ორ კვირაში მობრძანდებით და თაბაშირს მოხსნით. აი მესეგი თავისუფალი ვარ. დიდი მადლობა. რას ბრძანებთ? თქვენ მადლობა. ასეთი მძიმე პაციენტი რომ მოგვიყვანეთ. პაციენტი რა მე რომელი პაციენტი მოგიყვანეთ? თქვენ რო დაგეჯახოთ. ისიც აქ არის. ერთი თვე უნდა იწვეს ამ პალატაში. შემოიყვანეთ ჯაფარიძე. ბატონო ტარიელ. აი თურმე ვიყოფილო. ბატონო ტარიელ ძალიან მწუხვარ. იცით ძალიან ხშირად შემოგივლით და გინახულებთ ხოლმე. ნუ შეწუხდებით, ერთი თვე ხელის მოწერას მაინც ვერ მოვახერხებ.